მოგესალმებით მეგობრებო, იმერული თოვჭყაპიანი გასვლების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ცოტა მშრალ ადგილზე წავსულიყავით და ავირჩიეთ კახეთი. გადავდივართ თიანეთის მხრიდან. პირველი ჩვენი ობიექტი გახლავთ ფუძნარის ეკლესია. აქაც თოვლი დაგვიხვდა, გამოვყევით, გამოიწერეთ ჩემი არხი და ერთად აღმოვაჩინოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ისეთი ძეგლები, რომლებიც შედარებით ნაკლებად არის ცნობილი ფართო მასებისთვის. ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2-3 კილომეტრზე, ბოდავის ხევის ხეობაში. ხუროთმოძღვრული ფორმებიდან გამომდინარე, ტაძარი მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. გუმბათოვანი ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს სწორკუთხედში ჩასახული ჯვარი. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. კედლები ძირითადად ნატეხი ქვითაა ნაგები, ხოლო კარ-სარკმლები, კარნიზები, გუმბათის ყელი და კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები სუფთად გათლილი შირიმის კვადრებითაა. გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმელი შემკულია პროფილირებული საპირეებით. ძეგლი გადახურულია კარვისებრი სახურავით. მე-15 და მე-16-მე-17 საუკუნეებში ეკლესია შეაკეთეს. თაღები, პილასტრები და გუმბათის ყელის მნიშვნელოვანი ნაწილი შირიმის თლილი ქვით გაამაგრეს და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მცირე ზომის ეგვტერი მიაშენეს. ეკლესიის ირგვლივ გალავნის ნაშთია, რომლის ჩრდილო-დასავლეთით საცხოვრებელ ნაგებობათა ნანგრევებია. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე არის წარწერა, რომელიც სრულად არ ეკითხება. ქრისტე სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, დედამან დიდმან, შნ, ცოველის ასულმან, ხათუნაყ, აღვაშენე, წმიდისა ღვთისმშობელისა, სალოცველად, სულთა, ჩვენთათვის, შვილთა და მომავალთა შვილებად, ჩვენთა ეკლესია. სხვა რაიმე ცნობა ტაძრის შესახებ არ გვაქვს. ფუძნარის ტაძარი ძლიერ იყო დაზიანებული, გუმბათის დიდი ნაწილი მორღვეული, თუმცა რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი აღდგა. ფუძნარი მაშინ დავტოვეთ, როდესაც მზე მამუანათა, წინ კი ნისლში ჩაფლული თიანეთის მიდამოები გველოდა. წელს სადაც წავედით, ყველგან მოგვიწია ოფროუდმა. ეს ადგილი უმეტეს თქვენგანს ალბათ ახსოვს დიდოსტატის მარჯვენადან. წარმოგიდგენთ შუა საუკუნეების ციხე-ქალაქს და მის შესანიშნავ ტაძარს კვეტერას. კვეტერას ისტორიული ციხე-ქალაქი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე. ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი, ლაჟვარდოვანი გუმბათიანი ეკლესია. წყაროებში პირველად კვირიკე მესამის მეფობის დროიდან, მე-11 საუკუნის პირველი ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ჯერ კიდევ მერვე საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს, შემდეგ სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი, საქალაქო ცხოვრების კვალი, მე-13 საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება. 1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა.
გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. კახთა მეფე კვირიკე მესამემ კახეთ-ჰერეთის ტერიტორია 7 საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც. ბაგრატ მეოთხემ, რომელმაც 1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა, კვეტერის აღება ვერ შეძლო. აღნიშნულის შესახებ მემატიანე გვამცნობს. და მოირჭუნა ბაგრატ და განაძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქვეყანისათა და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისანი და კახეთისანი თვინიერ კვეტარისა და ნახჭევანისა. 1968-70 წლებში ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები. აღადგინეს და მოჭიქული კრამიტით გადახურეს გუმბათოვანი ეკლესია. აღდგენილ იქნა სასახლის ნანგრეული ნაწილები. კვეტერის დარბაზული ეკლესია გეგმით ოთხკუთხაა. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მდებარეობს შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში. ამ ადგილას მდგარა ციხის აგებამდე. ციხის მშენებლობის დროს მისი აღმოსავლეთ ნაწილი აქ აგებული მასიური კოშკის ტანში მოუქცევიათ და აფსიდა მთლიანად ქვადუღაბის ბეტონით შეუსიათ. გუმბათოვანი ეკლესია დგას შიდა ციხის აღმოსავლეთ ნაწილში. განეკუთვნება მე-10 საუკუნეს. შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი ნაწილობრივ დიდი ზომის ფილებით, რომლებიც სწორ ჰორიზონტალურ რიგებს ქმნის. ეკლესიის გეგმის საფუძველია ტეტრაკონქი, რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია ნახევარსფერული გუმბათით დასრულებული ცილინდრული შესასვლელები, სამხრეთით და დასავლეთით აფსიდებშია გაჭრილი. საკურთხეველში თანაბარი სიმაღლის 3 თაღოვანი სარკმელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასასვლელად გამოყენებულია ერთი მეორის მიმართ გადმომჯდარი თაღების სისტემა. გუმბათის ყელს მარტივი პროფილის სარტყელი შემოუყვება. გუმბათის ყელში 6 თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სასახლე დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. განეკუთვნება მე-11 საუკუნეებს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შედგება გეგმით სწორკუთხა ორი ნაწილისგან. მათგან ერთი ორსართულიანია, ხოლო მეორე, რომელიც ძირითად ნაწილზე ჩრდილოეთიდანაა მიდგმული, ერთსართულიანი. სასახლის პირველი სართული დამხმარე დანიშნულებისა ყოფილა. მის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ კედელში ფართო და მაღალი თაღოვანი ბუხარი. შიგნით ქვედა სართულის კედლები ზედა სართულის კედლებთან შედარებით რამდენადმე სქელია, რაც სართულშუა გადახურვის დონეზე გადახურვის ძელების საყრდენ საფეხურს ქმნის. მეორე სართული მისაღები დარბაზია. შესასვლელი მას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში აქვს. განივ კედლებში ორ-ორი, ხოლო სამხრეთ კედელში 3 ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, რომლებიც ორივე მხრიდან კედლის საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში არის ჩასმული. შესასვლელის წინ სწორკუთხა ბაქანი ყოფილა. იგი დაყრდნობილი იყო ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებულ 4 ბურჯზე. ბაქანზე ადიოდა ღია ორმარშიანი კიბე, რომლის კვალი პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელზეა შემორჩენილი. დარბაზს მეორე კარი ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან აქვს. ამ კარით იგი ჩრდილოეთიდან მიდგმულ ნაგებობის თავზე არსებულ ტერასას უკავშირდებოდა.
წყალი ციხეს თიხის მილებით მიეწოდებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან. როგორც კადრებში ხედავთ, ზამთრის სიცივე იყო და ჩვენც კვეტერადან სამი ჭიქით დავილოცეთ. თამადა შენ ხარ. ბატონო თამადა. დღეს თებერვლის პირველი დღეა. დაუმორჯოს საქართველოს. გაუმორჯოს. დალოცული იყოს. გაუმორჯოს საქართველოს. იმ საქართველოს შექმნა და მოიყვანა დღევანდელ დღემდე. ყველა ადამიანს ცოცხლად გაუმორჯოს. თუ რამე მერე დავამატებ კიდე. გაუმარჯოს ნამდვილად ბიჭებო, აქედან დანახულ საქართველოს გაუმარჯოს. კვეტერადან დანახულ საქართველოს გაუმორჯოს. კარგიო. მოდი. დღეს ვიმყოფებით კვეტერაში. 1000 წელზე მეტია აქ ქალაქი დგას, ნაქალაქარია დღეს, ულამაზესი ტაძარია, საუკუნეების მანძილზე ბევრმა ადამიანმა იშრომა და იბრძოლა. ქართველისთვის ხო ხმალი და ჯვარი გვერდი იყო ყოველთვის. მოდი მე მინდა იმ ადამიანების ხსოვნა იყოს, ვინც ხო საქართველოს ქმნიდა აგერ კვეტერას ტაძარს, იმ ციხეს, იმ სულ ყველაფერს, რაც განგვარჩევს ჩვენ იმ 8 მილიარდი ადამიანისგან რა. ჩვენი წინაპრების ყოფილიყოს და იმ ადამიანების ხო, ვინც თითო როიტყვიან აგური დადო ჩვენი ტაძრების და ციხეების მშენებლობას. გაუმარჯოთ იმ ქვეყნად, იმ ხალხს. დაუმორჯოთ. ვატოკოთ ნამდვილად ჩვენი წინაპრების ძვლები და მადლობა მოუხადოთ აი ამ ყველაფრისთვის რა. ყოველი კვირა დილა დაწყებულიყოს აი ესე ყველა ქართველისთვის ვისურვებდი რომ გავსულიყავით, გვენახოს, დაგვეფასებინოს, მოგველოცოს მოსალოცი. თვითოსანთელი დაგვერდეთ. თვითოსანთელი დაგვენთოს. დიდება ჩვენს წინაპრებს. ყველა სალოცავზე 3-3 რო იყოს. საღამოს კარგი მთვრალები მივიდოდით, ყველაზე რო 3-3 დავლიოთ. თქვით ის ადამიანები ხო, ვინც ეს ჩვენი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და შეგვიქმნან. მოდი ახლა ვიტყვი იმ ადამიანებს, ვინც მომავალში შექმნის იმ საუნჯეს და ჩვენს მემკვიდრეობას, რომელთაც ჩვენი შთამომავლები შემდგომი საუკუნეების შემდგომ ისინი ამაყებენ და რომ მოვლენ ისინიც ჩვენს დანატოვარზე და რო იტყვიან, რომ აი ეს ჩვენი წინაპრების ნაკეთები არის. ჩვენს მოდი ჩვენს მომავალს გაუმარჯოს, მომავალ ქართველებს გაუმარჯოთ. უკეთეს საქართველოში ცხოვროთ და როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, ისე ამაყოთ მათაც. ერთიან და გამთლიანებულ საქართველო უკვდავია და იმ მომავალ ჩვენს უკვდავებს, ჩვენს მომავალ თაობებს გაუმარჯოთ. გაუმარჯოს ნამდვილად, რა ვიცი. ჩვენიდან დაწყებული, აი, თუნდაც გვერასაც აკეთებთ, თუ რა, შენ გიორგი და კიდე ბიჭები, რა ვიცი, ისტორია იწერება მაგ, ხო? ძალიან დიდი შრომა, ვიღაცა შეიძლება თვლიდეს და იძახდეს, რომ ეს არის რაღაც ის ჰობი, რაღაც, რა ვიცი, მსგავსი რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში გავაწლები და ის ფოტო, ვიდეო მასალა თუ რაც არის, აი, კადრები რაც იქნება და აი ეს შრომაც, დრო ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს დღეს კიდე, რა ვიცი, ისტორიას დარჩება და ვფიქრობ, რომ იმ წინაპრების ასპექტში ჩვენც მოგვიხსენიებენ რა, გავა საუკუნეები რა ალბათ. დავეთანხმები ნიკას ბიჭებს ხო, მე მაგალითად 800-ზე 19 ისტორიული ძეგლი მაქვს გადაღებული, რომლებიც დარჩება, მომავალს დარჩება, იმიტომ რომ მე რაც გადავიღე, ზოგი აღსდგა, ზოგი უკვე აღდგენილი გადავიღე და ის ისეთები აღარ არის, რაც ჩამოინგრევა ის რომც აღადგინო, ისეთი აღარ იქნება რა. და ჩვენ ვტოვებთ ასე ვთქვათ ავთენტურ ორიგინალ კადრებს. იყო დევი ბერძენიშვილი, ერმაკომაც ბევრი რაღაცები გადაიღო, წინამორბედი ფოტოგრაფების საუკუნის წინ, რომლებმაც
რომელთა გადაღებული ფოტოებით ვიცით კონკრეტული ტაძრები, ხო, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ. გურიაში არის ბაილეთის ეკლესია, აღარ არსებობს, საერთოდ კომუნისტებმა დაშალეს. თურქებმა ააფეთქეს წყაროსთავის ეკლესია, დღეს საერთოდ აღარ არსებობს. თბილისში უამრავი ტაძარი დაინგრა, რომლებიც მხოლოდ ფოტოებიდან არის და ამიტომ აქვს იმ ფოტოს სხვა ახლა უკვე ვიდეოზე გადავიდი, ორივეს ვაკეთებ, ასე ვთქვათ. მაგრამ წლების მერე დაფასდება, ასე ვთქვათ, მე დაფასებისთვის არ ვიღებ, მინდა რომ დარჩეს ჩემი გულის ჭიაც გავიხარო და დარჩეს საბოლოო ჯამში მეც გიორგის არჩილს ან დანარჩენ ბიჭებს, ხო? წლების მერე ისეთი არქივი გვექნება, რომ სახელმწიფოს არ იქნება ისტორიული ძეგლების მასეთი არქივი რა. ჩვენ ვქნით საქართველოს. გაუმარჯოს საქართველოს. ეხლა 1-2 წლით მოუხვია მე რა, ეს შოვიდან შეხვდა. ჩავდივართ კვეტერადან. ეს არის ახლა თორე ეს არაფერია და ჩვენი მასპინძელი ცუგა მიგვიძღვება წინ. მეგობრებო, ჩვენი კახური თავგადასავალი გრძელდება, ვიმყოფებით ალვანში, ნათლისმცემლის სახელობის ტაძარზე, რომელიც მე-19 საუკუნეების ეკლესიაა. შემდგომ მე-16 საუკუნეში კახეთის მეფე ლევანის მიერ აღდგენილი, ასე ვთქვათ, და მოხატული. ლევანის ფრესკაც არის ტაძარში, რასაც განახებთ, ასევე მარჯვენა მხარეს ჩემგან არის სასახლე ლევანისეული, ხოლო ჩემს წინ დიდებული ალავერდის ტაძარია. საუკეთესო ხედები იშლებოდა ტაძრიდან და საკმაოდ სტრატეგიულ სიმაღლეზე გახლდათ აგებული. თქვენ სცენაშია სოფელი ალვანი, მის უკან კი ალავერდის ტაძარი. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-19 საუკუნეების ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ბოძები და თაღები ამოყვანილია აგურით. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. კამარით გადახურული შუა ნავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. გვერდის ნავები კი სწორკუთხა სათავსებით. ბაზილიკის კედლები მოხატულია. მე-17 საუკუნეში ბაზილიკაზე სამხრეთით აგურის ორსართულიანი სამრეკლო აქვს მიდგმული. ალვანის ნათლისმცემლის მოხატულება პოსტბიზანტიური ნაკადის ერთ-ერთი ნიმუშია, ისევე როგორც ლევან მეფის ბრძანებით მოხატული სხვა ტაძართა მოხატულობები. ის თავისი დროის მოწინავე, ეგრეთ წოდებული პროფესიული ნაკადის ბერძნული ორიენტაციის ქართულ ნიმუშებთან ერთად პოულობს გარკვეულ საერთოს. მოხატულობა ხელწერით ერთგვაროვანია, ერთნაირია თავად ფიგურათა ხასიათიც. ტაძრის შუა ნავის ზედა ნაწილში 12 დღესასწაულთა ციკლია გაშლილი. კედლების ქვედა არე წმინდანთა ფრონტალურ ფიგურებს უკავია. ტაძრის მოხატულობის დიდი ნაწილი დაზიანებულია ან დაკარგულია. ტაძრის დასავლეთ კედლის ქვედა რეგისტრში გამოსახულია 5 ფიგურისაგან შემდგარი რიგი, რომელთაგან პირველი ფიგურა წარმოადგენს წმინდა ნინოს, ხოლო ბოლო ორი იმპერატორ კონსტანტინესა და მის დედას, ელენეს. რიგით მეორე და მესამე გვირგვინოსანი ფიგურა წარმოადგენს ქტიტორთა პორტრეტებს. ისტორიული წყაროები მოწმობენ, რომ რიგის მეორე ფიგურა წარმოადგენს ლევან კახთა მეფეს. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ამ ფიგურის გვერდით იკითხებოდა წარწერა ლეონ, რომელიც ახლა აღარ არსებობს. რაც შეეხება რიგის მესამე ფიგურას, ის ძალზედ დაზიანებულია და მისგან მხოლოდ გვირგვინოსანის სილუეტიღაა შემორჩენილი. ადრინდელი კვლევები მას მიაკუთვნებდნენ თინათინ გურიელს, ლევან მეფის მეუღლეს, თუმცა უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ ფიგურის სახეზე შეიმჩნევა მამაკაცის წვერის ფორმაზე მონიშნული სპეციალური ნაკაწრების, გრაფემების კვალი, რომელსაც იყენებდნენ მოსამზადებელი ნახატისათვის კონტურების მოსანიშნად. შესაბამისად, რიგის მესამე ფიგურა უნდა ეკუთვნოდეს მამაკაცს.
მოვედით ლევან კახთა მეფის სასახლეზე, რომელიც გახლავთ მე-16 საუკუნის და ხედი აქვს მთელს კახეთს. მათ შორის წინ ჩანს ალავერდის ტაძარი. ლევან მეფის მე-16 საუკუნის ცხრაკარას სასახლე იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკის მიმდებარედ დგას. ის ძლიერ დაზიანებულია. კედლების ზემო ნაწილი და გადახურვა აღარ არსებობს. იატაკი აყრილია. სასახლე გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია, ნაგებია კვადრატული აგურით. კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყისა და ნატეხი ქვისაა. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია, კერძოდ ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები და სახურავი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აყრილია იატაკი. სასახლე ერთი ვრცელი დარბაზისგან შედგება. მის სამხრეთ კედელში, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, გაჭრილია 6 ფართო და მაღალი ისრულთაღოვანი სარკმელი, რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ჩრდილოეთ კედელშიც 6 სარკმელია, მაგრამ ბევრად უფრო ვიწრო, ვიდრე სამხრეთ სარკმლები. შიგნით მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონიათ. შემორჩენილია ხის გადახურვის კვალი. გარედან კი ისრული თაღით ყოფილან გადახურული. განივი კედლები უსარკმლოა. აქ მხოლოდ ორ-ორი განჯინაა. გარედან სასახლე სრულიად სადაა. სამხრეთ ფასადზე 6-ვე სარკმელი მოქცეულია კედლის შეღრმავებულ არეში. სასახლე საზაფხულო, საზეიმო, მისაღები ნაგებობა ყოფილა. მოვედით მეგობრებო არგოხის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარზე, რომელიც მე-8 საუკუნით თარიღდება, შემდგომში მე-16 საუკუნეში განახლდა და მოიხატა. სამწუხაროდ დღეს ტაძარი ძალიან ცუდ დღეშია, მიწა ცოცავს, კედლები გადაბზარულია, ტაძარში წყალი ჩაედინება, ბევრი პრობლემა აქვს და სჭირდება სასწრაფოდ დახმარება, სჭირდება რესტავრაცია, კონსერვაცია სპეციალისტების მიერ, იმიტომ რომ ყველა ხელოსანი, ასე ვთქვათ, ვერ გააკეთებს ამ ტაძარს, იმიტომ რომ არის ძალიან დაზიანებული და სრული ჩამონგრევის და განადგურების საფრთხის ქვეშ არის. მთავარი გადასარჩენი ამ წუთში არის ტაძარი, ტაძრის ფრესკები, იმიტომ რომ ქვა შეიძლება აღვადგინოთ, ფრესკებს ვეღარასდროს ვეღარ აღვადგინთ. ტაძარში ასევე გამოსახული არიან ტაძრის ქტიტორები, 3, სავარაუდოდ 4, მაგრამ დღეს რაც ჩანს 3 ქტიტორი ყავდა ტაძარს, ორის ქუდი ჩანს, ასე ვთქვათ, თავის ნაწილი, ერთი კი მეტნაკლებად სრულად არის შემორჩენილი, რასაც კადრებში თქვენვე ნახავთ. არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ფასადებზე ძირითადად კუთხეებში შირიმის მოზრდილი ქვებიცაა ნახმარი. კედლები გარედან მობათქაშებულია. ძეგლი დაზიანებულია. გრძივ კედლებს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარები დაუყვება. საკურთხევლის ნაწილი აღმოსავლეთითაა გადახრილი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან მიდგმული სამრეკლოს პირველი სართულიდანაა. კარი გარედან ტიმპანითაა დასრულებული. შიგნით სწორკუთხაა. მე-16-17 საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები დაზიანებულია. საკურთხეველში მხატვრობა 3 რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. მეორე რეგისტრში მოციქულებია გამოსახული. მესამეში ეკლესიის მამები, მათგან ერთ-ერთი დიაკვანია.
ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთზე ქტიტორების, ერთი ქალის და ერთი კაცის გამოსახულებაა შემორჩენილი. თუ ტაძრის მონახულებას გადაწყვეტთ, აი ხედავთ ჩემს უკან, უმჯობესი იქნება, რომ ზამთრის პერიოდში, ან გვიან შემოდგომა გაზაფხულის პერიოდში მოინახულოთ, იმიტომ რომ აქ მეორე თვარ პირველად ზაფხულზე ვიყავი და ძალიან გაფოთლილია, ტყეშია ფაქტიურად ძველ სასაფლაოზე ეკლესია და რთულია აღსაქმელად. თან რადგან ცოტა მცოცავი ფერდია, ხის მოჭრაც როგორც ასეთი აღსაქმელად არ შეიძლება, სანამ სრული რესტავრაცია, კონსერვაცია არ ჩატარდება. იმდენად იყო აქაურობა ტყით დაფარული, რომ აი ჩემს წინ მესვეტის კოშკია და თავის დროზე ზაფხულზე ვერც კი შევამჩნიეთ აი ეს წინ მდგომი კოშკი. იმდენად ხეებშია ჩაფლული აქაურობა. მეგობრებო, მთავარანგელოზის ეკლესიიდან გადმოვინაცვლეთ ყველაწმინდის სახელობის ეკლესიაზე, რომელიც მე-19 საუკუნეებში იქნა აგებული, შემდგომ პერიოდში განახლებული. ასეთი ვიწრო ბილიკი მიუყვება ტაძრისკენ მიმავალ გზას. ბიჭები ავიდნენ უკვე და მეც მალე ავალ და გაჩვენებთ ტაძარს. ტაძრისკენ მიმავალი ბილიკი, ხედავთ ქვებს, რომელიც საფეხურებივით არის გაკეთებული და გაზაფხულის სიმბოლოს. არგოხის ყველაწმინდის ეკლესია აგებულია მე-19 საუკუნეებში. დარბაზული ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით ნაწყობ გარეთა კუთხეებში აქა-იქ შირიმის ქვებიცაა ჩართული. კედლები გარედან მოსწორებულია ბათქაშით, რომლითაც შევსებულია ნაკერები და ნაწილობრივ დაფარულია ქვის ზედაპირი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან მინაშენიდანაა. კარი მინაშენის მხრიდან ქვის არქიტრავით ყოფილა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ეკლესია მოხატულია. მოხატულობა მე-13 საუკუნეს განეკუთვნება. მხატვრობა მეტად დახელოვნებული ოსტატის შესრულებულია. კომპოზიციები მრავალფიგურიანია. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ვედრების დიდი ზომის კომპოზიცია, რომელიც ავსებს მთელ კონქს და თითქმის სარკმლის თაღის წვერს აღწევს. მაცხოვრის მონუმენტური გამოსახულება სიდიდით ბევრად სჭარბობს ღვთისმშობლისა და იოანეს ფიგურებს.
მოხატულობის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამები ყოფილან გამოსახულნი. კონქის თაღის წინა სიბრტყეზე შერჩენილია ოსტატურად შესრულებული ასომთავრული წარწერების ნაშთები. დარბაზის კედლებზე გამოსახული საუფლო დღესასწაულთა ციკლის სცენები კონქის კომპოზიციასთან შედარებით მცირე ზომისაა. წარმოდგენილია ხარება, შობა, ნათლისღება, ლაზარეს აღდგინება. დასავლეთ კედელზე გამოსახული სცენის დადგენა ვერ ხერხდება. ეკლესიას სამხრეთით თანადროული სწორკუთხა მინაშენი ეკვრის, რომლის სამხრეთ კედელში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელია მოწყობილი. თაღები ეყრდნობა ტლანქად ნაგებ სადა კაპიტელით დაგვირგვინებულ მრგვალ სვეტს. მინაშენში აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზი. ჩვენ კიდევ ბევრი ძეგლის ნახვა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა რადგან ამ დღეს ლამპრობა იყო, არგოხში ჯერ გვარმიანების, შემდეგ კი ფირცხელანების ოჯახებმა საოცრად გვიმასპინძლეს და სანახავმა ობიექტებმა მომავლისთვის გადაინაცვლა. ფირცხელანების ოჯახში ყველანი ხალხურ სიმღერებს მღერიან. არც ეს დღე იყო გამონაკლისი. სუფრაზე ბევრი კარგი ვიდეო გადავიღე, თუმცა ამ ვიდეოში გირშელის ერთ ნამღერს შემოგთავაზებთ. Სამას ხვერპლას ვარაგი ჩვენის წესის და როჯულისა ანერთი თესლის მარცვალი იმ წინა პარათა ხდულისა ანერთი თესლის მარცვალი იმ წინა პარათა ხდულისა ვინაც სამშაბლას იცავდნენ დამსხვერპლი გახდნენ შურისა ერში დადავეს ცაცხები ჭირიმე იმათ სულისა ერში დადავეს ცაცხები ჭირიმე იმათ სულისა მაგრამ არც ერთი არა ვარ თქმა მარტებს სინათლისა და ვარ ფიქრად საძაღა